მოგესალმებით მეგობრებო, ეთერში საუბრის სივრცეა, მე მისი წამყვანი ქრისტინე გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ქვემო ქართლში კინოს ისტორიის შესახებ და შემდეგ კონკრეტულად ბოლნისის კინოს ისტორიაზეც გადავალთ. დღევანდელ გადაცემაში გავყვებით ქვემო ქართლის კინოს გზას წარსულიდან დღემდე, ვიხილავთ როგორ განვითარდა კინო რეგიონში, რა ეტაპები გამოიარა, როგორ ჩაერთო სხვადასხვა მუნიციპალიტეტი კინოს სივრცეში და რა გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული დღეს. ქვემო ქართლი ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება კინოში განსაკუთრებით კარგად ჩანს. თუ გავიხსენებთ როგორ დაიწყო კინოს ისტორია საქართველოში, ჩვენ დავინახავთ რომ რეგიონებში კინო უფრო მოგვიანებით გამოჩნდა ვიდრე თბილისში. თუმცა ქვემო ქართლის მოსახლეობისთვის კინო ყოველთვის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა იყო, რომელიც აერთიანებდა საზოგადოებას, ასწავლიდა, ართობდა და ზოგჯერ გამოწვევასაც აყენებდა მათთვის. 20-30 წლებში, როდესაც საქართველოში კინოთეატრები ჯერ კიდევ იშვიათი იყო, ქვემო ქართლში კინოს მაყურებელი ძირითადად რუსულ და ევროპულ ფილმებს ეცნობოდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც კინო საბჭოთა იდეოლოგიის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება გახდა. იმ დროის ახალგაზრდობა და ინტელიგენცია ცდილობდნენ საკუთარი გამოცდილება ამ მხატვრულ ფორმატში გადმოეცათ. პირველ რიგში ეს ხდებოდა მოკლემეტრაჟიანი სცენარების, ფოტოფილმებისა და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე გადაღებული სიუჟეტების სახით. 1940-50 წლებში საბჭოთა კინოს ძლიერ გავლენას განიცდიდა რეგიონის კინო, განსაკუთრებით სოფლის თემატიკაზე. კინო აქ გამოსახავდა კოლექტიურ ცხოვრებას, შრომის დიდებას, კულტურულ ღონისძიებებს და ბავშვების აღზრდას. მარნეული, ბოლნისი, დმანისი თანდათან ყიდულობდნენ კინოჰოლებს, ხოლო სკოლებსა და კულტურის სახლებს კინოჩვენება ოფიციალურად შეეძლოთ. ბოლნისის კინო ისტორია დაკავშირებულია მოკლემეტრაჟიან ფილმებთან, რომლებიც ასახავდნენ სოფლის ყოფას, ტრადიციებს და შრომის პროცესს. საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო კოლექტიური თემა. ხაზი გადაჰქონდათ შრომის, დიდებისა და ერთობის შინაარსია ფილმებზე. ფილმები ხშირად აჩვენებდნენ სოფლის ცხოვრებას, სწავლას და ადგილობრივ ფესტივალებს. მარნეული კინო კი უფრო მეტად საგანმანათლებლო ხასიათის იყო. სკოლებში, ახალგაზრდულ კლუბებში აჩვენებდნენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომლებიც ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავდა. ეს იყო გზა, რათა ბავშვები და ახალგაზრდები გაერთიანებულიყვნენ კულტურული მემკვიდრეობის გარშემო და სოციალური პრობლემების აღქმა ქონოდათ. თეთრი წყარო და დმანისი ამ მუნიციპალიტეტებში კი კინო თავიდან ძირითადად საგანმანათლებლობის ნებს ემსახურებოდა ადგილობრივ თეატრებში, კულტურის სახლებსა და სკოლებში. აჩვენებდნენ დოკუმენტურ ფილმებს, სოფლის ცხოვრებას, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის საკითხებს. საბჭოთა პერიოდში ქვემო ქართლში კინო უფრო ორგანიზებულად განვითარდა. რეგიონის დიდ ქალაქებში დაინერგა კინოჰოლების ქსელი, სადაც დაჩვენები ფილმები არა მხოლოდ გართობის, არამედ იდეოლოგიური მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. განსაკუთრებით აქტუალური იყო შრომის ფილმები, კოლექტივების წარმოჩენა, ადგილობრივი ფესტივალები. დოკუმენტური ფილმები ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ. მოკლემეტრაჟიანი კინო, რომელიც განიხილავდა განათლების, ჯანმრთელობისა და საზოგადოების საკითხებს. ამ პერიოდში ქვემო ქართლში დაიწყო ადგილობრივი კინო მოღვაწეების გამოჩენა. რეჟისორები, ოპერატორები, სცენარისტები, რომლებიც ცდილობდნენ რეგიონის ყოველდღიურობას კინოში გადმოტანით. ეს იყო პერიოდი, როდესაც კინო რეგიონში როგორც კულტურული, ისე სოციალური საგანმანათლებლო ფუნქცია ასრულებდა. 1990-2000 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვემო ქართლში კინოს განვითარება შეფერხდა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა, კინოჰოლები დაიხურა. ადგილობრივმა კინომოღვაწეებმა ბრძოლა დაიწყეს ფინანსური და ორგანიზაციული პრობლემების გადალახვისთვის. ამ პერიოდში აქტიური გახდა დამოუკიდებელი კინო. დოკუმენტური ფილმები, სოფლის თემების, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და ახალგაზრდების პრობლემების ასახვისთვის. მარნეული, ბოლნისი და დმანისი გამოჩნდა როგორც ცენტრალური კვანძები, სადაც ადგილობრივმა კინომოღვაწეებმა თავიანთი იდეები განახორციელეს. დღეს ქვემო ქართლში კინო კვლავ ვითარდება. განსაკუთრებით აქტიურია დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ასახავს ეთნიკურ მრავალფეროვნებას, სოფლის ყოფას, ტრადიციებსა და ახალგაზრდების ცხოვრებას. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკურ ენებზე შეიქმნა, ახალგაზრდული კინოსკოლები, საერთაშორისო თანამშრომლობა, ფესტივალები და ონლაინ პლატფორმები. ახალგაზრდები რეგიონში იღებენ ფილმებს ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ ენებზე. რაც ხელს უწყობს ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენას, კინო აქ უკვე არაა მხოლოდ გასართობის საშუალება, ის სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციებითაც გამოირჩევა. დღეს ქვემო ქართლში კინო წარმოადგენს კულტურის, ტრადიციებისა და სოციალური ცნობიერების გზავნილს. ახალგაზრდები ქმნიან ისტორიას კამერით ხელში, აძლიერებენ კინოს ადგილობრივ გრძნობას, აჩვენებენ რეგიონის ფერადი კულტურის სიმდიდრეს.
ქვემო ქართლის კიდო წარსულიდან დღემდე. აერთიანებს მრავალგზის გამოწვევას, შესაძლებლობას, კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას, ახალგაზრდების შემოქმედებას. ეს კინო არ არის მხოლოდ გასართობის საშუალება, ის არის ისტორია, ტრადიციების და თანამედროვე ცხოვრების ასახვა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და აძლიერებს რეგიონის კულტურულ იდენტობას. რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლში, კინოთეატრი იყო ინფორმაციის წყარო, განათლების საშუალება, სოციალური ურთიერთობების ადგილი. ხშირად ადამიანები პირველად სწორედ კინოში ხედავდნენ სხვა ქალაქებს, სხვა კულტურას, სხვა ცხოვრების წესს. კინო რეგიონებში სოფლმხედველობას აფართოებდა და ადამიანებს აძლევდა შეგრძნებას, რომ ისინი დიდი სამყაროს ნაწილი იყვნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კინოთეატრების დიდი ნაწილი დაიხურა. ეკონომიკურმა კრიზისმა და კულტურამ უკანა პლანზე გადაიყვანა. ბოლნისშიც, ისევე როგორც ბევრ ქალაქში, კინოთეატრი დაიხურა. შენობა მიტოვებული დარჩა, კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვნად შემცირდა. ახალგაზრდებმა დაკარგეს შეკრების ადგილი, შემცირდა კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობა, გაძლიერდა გაცდა, რომ რეგიონი ცენტრს მოწყდა. ინტერნეტისა და სტრიმინგ პლატფორმების განვითარებამ კინო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. დღეს ფილმის ყურება შესაძლებელია ტელეფონითაც, მაგრამ შემცირდა ერთად ყურების კულტურა. გაქრა საერთო ემოცია. კინოთეატრი როგორც სოციალური სივრცე დასუსტდა. ამიტომაც რეგიონებში კინოს დაბრუნება დღეს უკვე სოციალური საჭიროებაა და არა უბრალოდ კულტურული ფუფუნება. თუ ბოლნისის კინო სრულად აღდგება, ის შეიძლება გახდეს კინოჩვენებების სივრცე, დისკუსიების ადგილი, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პლატფორმა, სხვადასხვა კულტურის შეხვედრის წერტილი. კინო შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ ეკრანად, არამედ ცოცხალ საზოგადოებრივ სივრცედ. კინოს ისტორია გვასწავლის ერთ რამეს, იქ სადაც ადამიანები ერთად უყურებენ ისტორიებს, ზუსტად იქ იწყება საუბარი, თანაგრძნობა და ცვლილება. ბოლნისის კინოს ისტორია ჯერ არ დასრულებულა, ის უბრალოდ პაუზაში არის და ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბოლნისის კინო ისევ აღდგება და ისევ შეძლებენ ბოლნისელები და შევძლებთ, რომ აი ეს კინოს ყურება კინოში და ეს სიამოვნება კიდევ ერთხელ განიცადონ ბოლნისელებმა. მე დღეისათვის ამით გემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი მსმენელები.